ჩვენ რო ერთ მდგომარეობაში ჩავარდეთ ქსელურ მარკეტებთან, რიტეილ ჯგუფებთან, სახელმწიფოსგან უნდა იყოს ერთადერთი ის, როგორც არის ევროპის ქვეყნებში გამოცემული, რომ ეროვნული პროდუქცია უნდა შევიდეს უპრობლემოდ ქართულ ტახტზე. მარტივია. კანონმდებლობაში უნდა იყოს ცვლილება. მეორე, ეს კეშბექების თემა, ეხლა მარტო ჩვენ რო სხვადასხვა ქვეყნებში ნახავთ, მარტო ჩვენთან არ არის, მაგრამ ყველაფერს აქვს თავის ზღვარი, საერთოდ იწყება, სადღაც თავდება. საერთოდ ამ ბიზნესს რო ვიწევთ, მაშინ სხვა პროცენტები იყო და საერთოდ სანამ ელექტრონული შემოვიდა, სანამ სუპერგე საერთოდ არ იყო, საერთოდ არ ვიწევთ ეს კეშბექი რა იყო. ამიტომ ეს კეშბექის თემა მართლა გადასახედია. და მესამე, აი ეს როგორც ჩვენ ერთი დღე დეკლარაციას რო ჩავაბარებ და ფული არ აქვს დღეს გადახდილი, ჩარიმდებით და მთელი წარმოება გუჩერდება და გვადებს ინკასოს ყადაღა სახელმწიფო რაღაც. პირადად მე ბოლო 2 წლის განმავლობაში 60 დღე და 70 დღის შემდეგ სამჯერ მე დღეს გადავიხდი და მე ის ფული ბანკთან ნაკლებად მივალ. იგი საბანკო სექტორის პროცენტების გადასახედია ხალხო. ეხლა დღეს ყველგან აწეულია პროცენტი მთელ ევროპაში თუ იყო 2.5 5%-ზე ავიდა ის საიდან საბაზისო, მაგრამ არ შეიძლება იყოს 10-ით 11. რამდენიც დავიწყეთ იმიდან, რა ქვია, ეს აწარმოებდა იმის პროექტებით რამდენიც დავიწყეთ 11% სახელმწიფო გვიხდის, თავიდან იმ 11-ში დაჟე 5 რჩებოდა ბანკს, ჩვენ 9 ქონა ბანკს იმას რა ქვია, გამოცხადებულ 9-ში იზრდებოდა 11 სახელმწიფო იხდა. მე ეს ავიდა გაასწრო და მე 4%-ის დამატება დაგჭირდა. ხო შეიძლება რაღაცა გონიურში იყოს საბანკო პროცენტიც. ყველაფერი პრობლემაა ის და ეხლა დღეს საერთოდ ხმას არ ვიღებ ახლა. ჩემთვის ნამდვილად არის პოზიტიური განცდის საფუძველი, რომ გაგიცანეთ, რომ ასე გულწრფელად შეგიძლიათ საუბარი და ასე მინდა სხვა მეწარმეებსაც ვთქვა, რომ თქვენ ასე გულწრფელად სად არის პრობლემა. ეხლა ვინიშნავდი მე იმდენ ნაწილში დაემატა იმ X თანხას ფასი, რომ ერთი გვერდი არ მეყო. აი პრობლემა აქ არის და მე იმედს ვიტოვებ ასევე რომ თქვენ და თქვენი თანამეწარმეებს ამ გულწრფელობისთვის დამატებითი პრობლემა არ შეუქმნან მარკეტებმა დღეის შემდეგ და ამასაც კონტროლზე ავიყვანთ ჩვენ. მადლობა. კონკრეტ ისა პრობლემა ვის შეუქმნან? თქვენ რომ არ შეგიქმნან პრობლემა გულწრფელობის ამ ხარისხის გამო. ბევრი მეგობარი მყავმან, ბევრისა და ჯერ ეგეთი პრობლემა ისეა შექმნილი მაქვს. მე ახლა პირდაპირ გეტყვით, ბატონი გახარია ჩემთან რამდენჯერ ბრძანდებოდა ქარხანაში, ბატონი ღარიბაშვილი რამდენჯერ ახალი პრემიერ-მინისტრი ყოფილა, მაგრამ ბატონი გელაცა სულ ყველასთან ყველანაირ დეტალებში გესგავლა, ამას ლაპარაკობთ. ეს არ არის, ეს არის ცოტა ხანში ქართული წარმოებები ყველა ერთ სიტუაციაში ვართ. ეს არ არის მარტო ჩემი და ეს ჩვენ საუბრობთ. იგივე ლუდის წარმოებაში, იგივე ღვინის წარმოებაში, იგივე არ გადავიღალ კოკა-კოლას, ბორჯომს, ნაბეღლავს. ყველას ერთი პრობლემა აქვს ეს. მეტნაკლებად თითო პროცენტი, რომ მეტი 40 მაინც არ ცდება და ეს თემა დასალაგებელია და მე ის იწყება იმის დუმბაძის სინდრომი მეწყობა ხოლმე ქართულ ნაწარმოებიდან ამ ყველაფერს რო გადაიხდი მე თქვენ დღესაც რო გადაიხდი სახში რომ მიყვალ და ცოლში რო გეტოს რა მოიტანეო და ვაი მოგიგდოთ მამა რა ჩემი საქმე იყო ასკელისა და ალგული წვენის ხარშო აი ამ დონეზე ვარ მესული ასე რომ არაფერს გასაღები იქაა და დავადებ კლიტეს მაგ თანხით წარმოიდგინეთ რა დარჩა ეხლა რო ჩამოთვალე ექსკლარიან პროდუქტში, რომელიც მაღაზია 2.45 მოდის ჩვენთან, მე დღეგეს იხდა რაღაც. შეფუთვის მასალები უნდა იყიდო, მუშა, დღეგე გადაიხადო, სესხი იხადო და ხილი ხო უნდა ჩავასხათ. აი ეს არის პრობლემა.